გიორგი სალუფაძის სახელობის ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ფესვებმა დაარსებიდან 25 წლის იუბილე კონცერტით აღნიშნა. საიუბილეო საღამო ქართული ცეკვების ზეიმით გაიხსნა განახლებული კოსტიუმებითა და მთლიანი პროგრამით საკონცერტო დასის სცენაზე ძველი თაობის მოცეკვავებსაც შეეგება, რომლებმაც საზოგადოებას ქართული ცეკვების პოპურის შესთავაზეს. Am ანსამბლთან არის დაკავშირებული ჩემი ბავშვობის მართლა საუკეთესო წლები. მე ვარ მეორე თაობის წარმომადგენელი ანსამბლ ფესვებისა. მინდა რომ მთელი გულით ვუსურო ანსამბლს მომავალი წარმატება. ანსამბლის ხელმძღვანელს კი ძალიან დიდი мотиваცია იმისა, რომ შემდგომში კიდევ უფრო მეტი კარგი ჯანსაღი თაობა გაზარდოს. მე დღეს 10 წლის უკან დაუბრუნდი, წარსულს დაუბრუნდი და ეს რა თქმა უნდა ბედნიერება, ყველა ის ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები, ყველა ის თაობები, რომლებიც თავის დროზე ამ ანსამბლში მოღვაწეობდნენ, ის ადამიანები, ვინც ამ ანსამბლს წარმატება მოუტანა და შექმნა ამ ანსამბლის ისტორია, დღეს კიდევ ერთხელ მოვიდნენ. კონცერტი, რომელიც თაობათა როკვითა თუ ლამაზი წუთების გახსენებით წარიმართა, დელეგატების მიერ ანსამბლის ხელმძღვანელის მერაბ მორჩილაძის დაჯილდოებით დასრულდა. ჯილდოვდება მერაბ მორჩილაძე და მიენიჭოს საქართველოს ქორეოგრაფიის ამაგდარის ორდენი. დღევანდელი საღამო, შესანიშნავი საღამოა ჩვენს მერაბის. მისი ნაღვაწლი რაც აქვს, აი დღეს უნდა აჩვენოს კიდევ ერთხელ და დაამტკიცოს რომ ის მერაბია. მერაბი მიეკუთვნება საქართველოს ქორეოგრაფიის იმ სამყაროს, სადაც ძალიან უძლიერესი ადამიანებია და ძალიან დიდი საქმე უკეთებიან. 95 წლიდან მთელი გზები ერთად გვაქვს გავლილი. ამიტომ ანსამბლი ჩემთვის არის ის ხორცეული. ჯერ კიდევ ქალბატონი ნატა მეგენეიშვილი და ბატონი მერაბი ულოცავ ამ ანსამბლს, იმიტომ რომ ისინი ნამდვილად ღირსებულები არიან, აქვს ძალიან დიდი პერსპექტივები, ყავს შესანიშნავი ახალი თაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მრავალ კეთილ გზაზე ივლიან. საიუბილეო საღამო მაყურებელთა ოვაციები და მოწონება დაიმსახურა. რო გავიგერო ანსამბლის იუბილეა და 25 წლის თავი ფესვების დიდი სიამოვნებით მოვედი და მართლა ვისიამოვნე, ულოცავ 45 წლის ანსამბლ ივერიის სახელით 25 წლის ფესვებს. აი ხშირად დავდივარ ხოლმე, მიყვარს ეს საბავშვო ანსამბლები, რაც მინახია მთელ ცხოვრებაში, ერთ-ერთი უძლიერესი ანსამბლი. ცნობილი ქართველი ხელოვანის გიორგი სალუფაძის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სიმღერისა და ცეკვის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი სწორედ გიორგი სალუფაძის სახელობის ბავშვთა ანსამბლ ფესვების საიუბილეო საღამოს აღნიშვნით დაიხურა.